ინდოელი პაკისტანელი შემოდის და უკანონოდ მე აქ აბსოლუტურად საიმიგრაციო პოლიტიკა რო არ გვაქვს და მუშაობს და ხალხი დარბის ემიგრაციაში სამუშაო და აქ შემოდის მაგალითად ეს ადამიანები რომლებიც შემდეგ ჩემ მოქალაქეებს ართმევენ სამუშაო ადგილს ბოდიში რო არ მომწონს თუ თქვი რომ პაკისტანელი ირანელი თუნდაც არ ვიცი და ინდოელი და მაგალითად რავი ჩინელი რატო უნდა მუშაობდეს არალეგალად ასე თქვა უკანონოდ იცი რა ქართველებიც მუშაობენ ამერიკაში ხა ამერიკის ამერიკიდან ვიგარბის სად გინახიათ ამერიკიდან სამუშაოდ დაქცეული ადამიანები ჩვენ 3 მილიონი ვართ კაცო და რას ვედრობ მთელი საქართველო რო ჩავიდეს ამერიკის რომელიმე შტატის ქალაქს არ დაეთყობა და რაზე ვლაპარაკობთ კაცო დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს 39000 ბავშვი დაიბადა 2024 წელს და 2014 წელს დაიბადა 60000 ბავშვი 21000 ბავშვით ნაკლები დაიბადა ყველა ოჯახში რო ემიგრანტია ძმაო და 100000ობით ემიგრანტი რო გაიქცა ანუ ეს არ უნდა ვთქვა ამათ მას სხვათა შორის ოცნებას მიცეს რა იარაღი ხელში იცი ეს არიან ქართველები ხო ეს მიმაჩნია 10 ჯერ გავიმეორო და 10 ჯერ კიდე იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დემოგრაფიული პრობლემები და საემიგრაციო პოლიტიკა არის მოსაწესრიგებელი სხვა რელიგიას პატივს ვერჩი კი არა ვეფერები კაცო და რაზეა ლაპარაკი მაგრამ მე რა ვთქვა რომ მართლმადიდებელო ხაბიშულმა ნახეთ რა თქვა შაბათ-კვირას გო ეკლესიაში დავდივართ და იგივე ადამიანმა ნუ სულ ბოდიში უნდა ვთქვა დებილია სულ და მიხვდება ვიზო ლაპარაკობ როგორ თქვა ხაბიშულმა პირჯოსი წერს მაგრამ ეს არის არანორმალური დამოკიდებულება რომ თორემ ამას არ შეიძლება